საბანკო და საგადასახადო სფეროში განხორციელებული ცვლილებების ბიზნეს გარემოზე გავლენის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა ანგარიში ანალიტიკური ცენტრი ეკონომეტრის წარმომადგენელმა რეზო საყევარიშვილმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მოამზადა. საყევარიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქვეყანაში აშკარაა საფინანსო საქმიანობის რეგულირების გამკაცრების ტენდენცია. ეს არსებით გავლენას ახდენს საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაზეც. ანალიზმა, რომელმაც ბოლო 9 თვის განმავლობაში საბანკო, საგადასახადო, საახსრულებო და მომიჯნავე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები მოიცვა, გამოკვეთა მიმართ რამდენიმე ტენდენცია, უპირველესად ის, რომ გამკაცრებულია რეგულირება არა მხოლოდ კომერციული ბანკების, არამედ საქართველოში მოღვაწე პრაქტიკულად ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, მათ გაცილებით უფრო რთული და მკაცრი რეგულირების პირობებში უწევთ, როგორც ოპერირება ზოგადად ასევე საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობა და ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება პოლიტიკურად აქტიური პირების და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობას. ბოლო ხანებში გამოჩნდა, რომ გარდა საარჩევნო კანონმდებლობისა და გარდა მედია კანონმდებლობისა ძალიან სერიოზული ცვლილებები შევიდა საბანკო, საფინანსო და საგადასახადო კანონმდებლობაში. ჩვენ სურვილი გაგვიჩნდა, რომ ექსპერტს გაეანალიზებინა ეს ცვლილებები და დაგვენახა ერთიანი სურათი, ხომ არ ართულებს ეს მდგომარეობას ქვეყანაში, ხომ არ ამძიმებს ერთი მხრივ წინასაარჩევნო გარემოს და მეორე მხრივ საერთო ჯამში ხომ არ უშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.